მოგესალმებით, როგორც დავაანონსეთ, დღეს გვექნება live ჩართვა მე მარიკა არევაძეს და თენგო თევზაძეს თემით რეჟიმის დანაშაულებრივი ზამთარი და გვექნება საუბარი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მომხდარ დანაშაულებებზე. არა მხოლოდ ასე ვთქვათ ადამიანის უფლებების კუთხით, არამედ თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ და ვისაუბროთ ასე ვთქვათ პოლიტიკურ სამართლებრივი ანალიზი გავაკეთოთ მიმდინარე მოვლენების და რატომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი, რატომ ავიღეთ ეს პერიოდი ზოგადად, იმიტომ რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან განხორციელდა კონსტიტუციის დარღვევა. ანუ კონსტიტუციის გვერდზე გადადება მოახდინეს, უღალატეს საქართველოს კონსტიტუციას და არა მარტო იმ ნაწილში, რასაც ქვია ევროატლანტიკური კურსი, არამედ დაარღვიეს არაერთი მუხლი, რომელიც შეეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ზოგადად დღეს ასევე ჩვენ გავშლით, რას ნიშნავს ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, რატომ წარმოადგენს საფრთხეს ავტოკრატიული რეჟიმებისათვის ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და რატომ ებრძვის მას, ხომ? იმიტომ რომ სოფლიოში ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით, რა დროსაც ადამიანის უფლებები მოკლეს, კანონის უზენაესობა გაანადგურეს ერთადერთი მიზეზით, რომ მიეტაცებინათ ხელისუფლება. ანუ თავად დამდგარიყვნენ კანონზე მაღლა. სანამ ახლა მე ვისაუბრებ უშუალოდ საქართველოს მაგალითებზე, თუ რა განხორციელდა, რა იგივე დაჭერებამდე იყო ცემა, წამება აქტივისტების, ხომ? როგორც ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მხრიდან, ასევე ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების თუ გედედეს თანამშრომლების მხრიდან, მანამ თენგო შენს გვითხარი ასე ვთქვათ, შენი სათქმელი. მოგესალმებით. იმედია ბევრი ადამიანი გვიყურებს, თუმცა ნელ-ნელა შემოგვერდება. მე შენი ინიციატივა რაც არის და ძალიან ბევრი შრომა რაც გაწიეს შენ მთელმა ჩვენმა პარტიამ და კოალიციამ, მათ შორის აქტივისტებისა და დაზარალებულების ნაწილში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აუხსნათ, რას ემსახურებოდა ის ძალადობა, რომელსაც ქართული ოცნების რეჟიმი და მისი საპოლიციო ძალები თუ დაქირავებული ტიტუშკები აკეთებდნენ და მინდა ჩვენს მსმენელს მაყურებელს უთხრა, როგორ ხდებოდა ეს 2012 წელს მოსკოვში, უშუალოდ რუსეთში, ზუსტად ერთ-ერთში რა მსგავსებებია კონკრეტული ფაქტები და кейსებით და ასევე როგორ ხდებოდა ეს 2019 წელს ბელარუსში და ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში, ეს იქნებოდა მინსკი თუ სხვა მოგილევი თუ სხვა ქალაქები, სადაც იყო ძალიან მრავალრიცხოვანი აქციები. და როგორ ხდებოდა ამ აქციების დარბევა და ამ აქციების შემდეგ დარბევებზე სამართლებრივი რეაგირება, როგორ დაზარალებულები, როგორ იქცეოდნენ შემდეგ დამნაშავეება და ჩემი აზრით საინტერესოა და ადრე თუ გვიან მე მოუწოდებ უფლებადამცველებს, აქტივისტებს, იმ ორგანიზაციებს, ვინც ჯერ კიდევ მუშაობს საქართველოში, რომ გააკეთოს ბალუტნაიას დარბევის ანალიზი და ნოემბერ-დეკემბერში თბილისში დარბევების ანალიზი და ნახავ ძალიან ბევრ შედარებას და ესეც ჩვენ დაწყებული გვაქვს და ამ ნაწილში ძალიან ბევრი საინტერესო მსგავსებაა და ამაზეც ვისაუბრებთ დარწმუნებულად. კი ბატონო, მაშინ მოდი მე გავახსენებ ჩვენს ასე ვთქვათ ადამიანებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ, საქართველოში ნოემბერ-დეკემბერში განხორციელებულ მოვლენებს, ხო, როდესაც რეჟიმმა ერთის მხრივ დაარღვია კონსტიტუცია და ჩაიდინა დანაშაული ქვეყნის ღალატის თვალსაზრისით, როდესაც უღალატა ქვეყნის კურსს და მეორე ამ თავისი მიტაცებული, გაყალბებული არჩევნების შემდგომ მიტაცებული ძალაუფლების გასამყარებლად დაიწყო რეპრესიები, რითაც დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის არა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ჯანმრთელობის შეზღუდვა და დააზიანა მთელი ინსტიტუციები, რომელიც ფაქტობრივად აღარ ემსახურება კანონს, ხო? ჩვენ არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც ესე იგი ქართული ოცნების დაქირავებული ტიტუშკების მიერ მოხდა ადამიანების ცემა და ფაქტობრივად
მკვლელობის მცდელობაც კი, იმიტომ რომ თუნდაც რომ გავიხსენოთ არა მხოლოდ აქტივისტებზე და რიგით მოქალაქეებზე, არამედ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები, რაც ასევე ძალიან დამახასიათებელია ავტორიტარული და ავტოკრატიული რეჟიმებისათვის, ხომ? როდესაც მაგალითად მაკა ჩიხლაძის შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ ითქვას, აი როგორც ჩემი იურიდიული განათლება მაძლევს ამის შესაძლებლობას, პირდაპირ ითქვას, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა, თუმცა ამ მიმართულებით არავის არ დაუწყია გამოძიება და არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული, ხო? ისევე როგორც აი ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, როდესაც მოქალაქეებს ასახიჩრებდნენ ამ აქციების ფარგლებში, იგივე ჩვენი მეგობარი ნინო კვიტაიშვილი, რომელსაც ოპერაცია დასჭირდა და მთელი რეაბილიტაცია დასჭირდა, ისეთი მძიმე თავდასხმა განახორციელა ერთ-ერთმა ტიტუშკამ, ხო? სამართალდამცველების მხრიდან ჩვენ ხედავდით, როგორ უსწორდებოდნენ მოქალაქეებს ფიზიკურად, დაკავების შემდგომ როგორ აწამებდნენ და ერთი მათგანი მოხვდა საავადმყოფოში. მანამდე იყო ტიტუშკების მიერ დახვედრები, მანამდე იყო პერსონალური მონაცემების მასობრივი გავრცელება. ანუ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ადამიანების დაშინების მიზანს, ხო, რომელიც რისთვის ჭირდება რეჟიმს რეალურად? ჭირდება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება. იმიტომ რომ თუ ის ადამიანების უფლებებს სცემს პატივს და დაიცავს მას, ის ვეღარ დაარღვევს კანონს და ვერ დადგება კანონზე უფრო მაღლა, ხო? და საკანონმდებლო ცვლილებებზესაც მინდა შევეხო, თუმცა იმის მაგალითზე ვიტყვი რა, ჟურნალისტის და ნინო კვიტაიშვილის მაგალითზე და ტიტუშკები დაიწყე და არა იმ სპეცდანიშნულების რაზმით და გედეთეთი, რომელიც ასრულებდა ასევე იმ ბრძანებას, რომელიც თითქოს და არის მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც გადაიზარდა ძალადობრივში მისი დაშლა, ხო, ეს არის ამოცანა, მაგრამ ერთ-ერთში გავს მისი მორბენალები და აი მიმდებარე ქუჩებზე ტიტუშკების ჯგუფები, რაც შექმნა ქართულმა ოცნებამ და ყველას იდენტიფიცირება მოხდება. ერთ-ერთზე გავს 2012 წელს ბალოტნაიას აქციის მანიფესტაციას და გეტყვი რა მოხდა, რაც არაერთ ანგარიშია, დაახლოებით 35-10 ჯგუფი შექმნა რუსეთის ხელისუფლებამ. ამ 10 ჯგუფში ერთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ანუ გაწოთნილი ასე ვთქვათ, საბრძოლო ხელოვნების მცოდნე ადამიანი და ერთიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო პოლიციელი. ერთ-ერთში გავს იმას, რასაც აქ დანარჩენის ტიტუშკები, ანუ ის მოძალადეები, ის ნაძილები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს. რატო ჭირდებოდათ ეს ორი? ერთი პოლიციელი და ეს დადასტურებულია, ჭირდებოდათ იმისათვის, რომ ადამიანების, ანუ სამიზნეების იდენტიფიცირება მოეხდინა და ეს თქვენ აგონიათ სურათებს, როცა იღებდნენ, მაშინ 2012 წელს ესე არ იყო სურათების გადაღება, ხო? და ეხლა ყველა აქციაზე უკვე ამიტომ ეს სამართალდამცველები უღებდნენ სურათებს. ხო და მაშინ არ ქონდათ ეს ტექნიკური საშუალება, რომ ადამიანის იდენტიფიცირება, ამიტომ აყოლებდნენ იმ 10 ჯგუფში ერთ პოლიციას, ეს დადგენილია. და არაერთ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას ამის შესახებ ინფორმაცია აქვს და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ესეთი მეტროსადგური ოქტომბერსკაია არის, ანუ ოქტომბერი, იქ არის თელი გზა, სანამ ბალოტნაიას მოედნამდე მივიდოდნენ და ფაქტიურად მიმდებარე ქუჩები იყო სასაკლაო მომიტინგეებისთვის, ვინაიდან ეს ჯგუფები თავს ესხმოდნენ ამ ადამიანებს, ვინც მიმდებარე ქუჩებზე გადავიდოდა და ფიზიკურად უსწორდებოდნენ და 2012 წელზე ვსაუბრობთ, ხო, ჩვენ ახლა რუსეთში როგორ ხდება გადაღება, მაშინ არ იყო ის ტექნიკური შესაძლებლობები, რომ ტელეფონით გადაიღო ვიდეო განითავსებინა და ასე შემდეგ და თითქმის არ არის მონაცემები, რამდენი ადამიანი დაზიანდა და დაზარალდა ამ აქციებში. ასევე მნიშვნელოვანია უკვე 2019 წლის ბელარუსის აქციები, სადაც მინსკში და სხვა ქალაქებში ჩატარდებოდა მრავალრიცხოვანი აქციები და იქ კანონმდებლობა უფრო მკაცრია და ამაზე შენ ისაუბრებ კიდეც როგორ მოახდინა შემდეგ ოცნებამ ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ კანონმდებლობის გამკაცრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე და ასევე მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები, ხო, რაღაც ტექნიკური საშუალებები რო აკრძალა და ასე შემდეგ. 127 აქცია ჩატარდა მაშინ 2019 წელს ბელარუსში მაისის თვეთა იმ პერიოდში სხვადასხვა ქალაქებში ჯამში და ამ 129 აქციიდან დაახლოებით 102 აქცია, რომელიც უნდა ყოფილიყო სანქციონირებული, რომ კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა, არასანქციონირებულ აქცია ჩათვალა და ეს ჩათვალა ბელარუსის ხელისუფლებამ, რომ იყო ძალადობის
ხელშეწყობა და აქვე მახსენდება საბოტაჟის მუხლით საქმის აღზრდა. ერთ-ერთი რომელსაც ახლაც ემუქრებიან ზუსტად მოქალაქეებს და არა მხოლოდ მოქალაქეებს, პოლიტიკოსებსაც და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ფაქტობრივად ყოველდღიურად დაბარებული. ხო 2018-19 წელს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ქართულმა ოცნებამ ერთის რუსეთის დარბევის მექანიზმები, ეგრეთ წოდებული მორბენალები, ეს ტიტუშკების ჯგუფი და მეორე მხრივ სამართლებრივი, ეგრეთ წოდებული სამართლებრივი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არც არის პროპორციული და არც თანაზომიერი ის, რასაც ქართული ოცნება აყენებს, იყენებს ამ ორ მეთოდს, ბელარუსის მეთოდს და რუსეთის მეთოდს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის ანალიზი უნდა გაკეთდეს და მე მათ ვარ დარწმუნებული, მალე ამას სამართლებრივი შეფასება მოყვება და თუ რამე უნდა შეფასდეს მომავალში, მათ შორის საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, ეს არის რამდენად იყო თანხვედრა მოსკოვის ბალოტნაიას აქციების და მინსკის აქციების 2018-2019 წლებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი გავს ხელწერა, ერთი მხრივ ადამიანების გატაცება, ცემა სიკვდილამდე მიყვანა და მეორეს მხრივ ის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომ შემდეგ ათასობით ადამიანი დაეკავებინა. რა თქმა უნდა, ბელარუსის მასშტაბი ათასობით და 10,000-ობით და რუსეთის მასშტაბი, საქართველოში ეს მასშტაბი არის ასობით და შენზე კარგად არავინ არ იცის, რამდენი ასეული ადამიანი იყო დაკავებული და ეს გრძელდება დღესაც. ამ წუთასაც აქცია მიდის, შეიძლება ჩვენ ლაივის შეწყვეტას კი მოგვიწიოს, თუ კი იქ დაიწყება ან დაკავება, ან ადამიანის უფლებების კიდევ უარესი დარღვევები, უფლებების რო ჩავიდეთ და მივეხმაროთ ჩვენი რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში. მე თენგო მინდა შევეხო ზუსტად ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და რატომ ეგრეთ წოდებულს, იმიტომ რომ ეს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არის ყველა ეს ცვლილება მიღებული უკვე 2024 წლის ოქტომბრის შემდგომ, ხო, როდესაც ერთის მხრივ გაამკაცრეს კანონებში გარკვეული დებულებები, ხო, როდესაც დაინახეს, რომ აქციის მონაწილეები სრულიად მშვიდობიანად საახალწლო პერიოდში იყენებდნენ მას რა ქვია ფეიერვერკებს და პიროტექნიკას, აკრძალეს ეს საშუალებები და აკრძალვამდე კიდევ ამოიღეს რეკეტი გაუკეთეს ფაქტობრივად ისეთი მაღაზიებს და დისტრიბუტორებს, რომელსაც ეს შემოჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე, ხო? ასევე მოქალაქეებს აუკრძალეს პირბადეების, ეგრეთ წოდებული დამცავი ნიღბების და სათვალეების აქციაზე ტარება, ხო? რატომ? იმიტომ რომ იმ გაზს ხუთავაერს, რომელსაც არაპროპორციული ძალით იყენებდნენ, ანუ არაპროპორციული მოცულობით იყენებდნენ აქციებზე, ეს ყოფილიყო, ასე ვთქვათ, შეუძლებელი და ადამიანებს აღარ შეძლებოდათ თავის დაცვა. ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების სანქციების რაოდენობები გაზარდეს, მაგალითად 500 ლარიდან 5,000 ლარამდე, ანუ გაათმაგეს თითოეული მათგანი. ესეც რა თქმა უნდა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ მომხდარიყო ადამიანების დაშინება და მათი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და უკვე დაამატეს ეკონომიკური წნეხი, რომელსაც უნდა მოეხდინა ამ აქციების და პროტესტის შეზღუდვა, ხო? შენ ახსენე 122 თუ 127 აქცია, რომელიც ჩატარდა და ჩვენთან უკვე დღეს თვეობით, ხო, ნოემბრის შემდგომ რამდენიმე თვეა 291 იყო, მე მგონი გუშინ და დღეს უკვე 292 დღე იქნება, როდესაც მიმდინარეობს აქციები უწყვეტ ფორმატში. ოღონდ ეს არ არის დღეში ერთი აქცია, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მიერ ხორციელდება, ხო? და ამას მოყვა ასევე ის, რომ დაჩქარებული წესით მომხდარიყო მოქალაქეებზე ამ ჯარიმების გამოწერა, ანგარიშების დაყატაღება, როდესაც ითამაშეს ფაქტობრივად ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიანიჭეს ამის შესაძლებლობა და ახლა როდესაც ის წნეხი ვეღარ აიტანეს, თავადვე გადმოვიდა უკან, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ინსტიტუციური ერთმანეთთან შეთამაშებული მოქმედებები, ხო, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო აღმასრულებელი საკანონმდებლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი გადასახედიდან მართლმსაჯულების ორგანო აბსოლუტურად ტანდემში მოქმედებენ და ერთობლივად მოქმედებენ მოქალაქეების წინააღმდეგ, ხო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად უსაფუძვლოდ აკავებს ადამიანებს, აჯარიმებს ადამიანებს, მეორეს მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკავებს, არ იჭერს, აი თუნდაც გუშინ რაც განხორციელდა მელიქიშვილზე 2 დღის წინ რაც განხორციელდა, ხო, მოქალაქეების მიმართ
არა ესე იგი სამართალდამცველები და სხვა უბრალო მოქალაქეები აფურთხებდნენ ადამიანებს, ანუ ფაქტობრივად წვრილმანი ხულიგნობა კლასიკური გაგებით რაც არის, იმას აკეთებდნენ და არავინ დაუკავებიათ, არ დაუჯარიმებიათ, ხო? ანუ სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს რეპრესიული მანქანის დამწყებ რგოლს, ამას მოყვება პროკურატურა, რომელიც პრევენციული დაჭერების ფარგლებში ახდენს ადამიანების დაკავებას და ციხეში გამოკეტვას და მთავარი სასამართლო, რატომ არის მთავარი სასამართლო? იმიტომ რომ არა სასამართლოს ჩართულობა ამ ყველაფერში ვერც ერთი რგოლი ვერ იმუშავებდა, ხო? არც ერთი უკანონოდ გატარებული დღე პატიმრობაში არ იქნებოდა არც ადმინისტრაციული წესით, არც სისხლის სამართლებრივი წესით. ეს არის, როდესაც, ანუ ჩვენ ვუყურებთ ფაქტობრივად 2012 წლიდან ძალიან ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ბოლო წელიწადნახევარი 2 წლის განმავლობაში კატასტროფიულად სწრაფი ტემპით, როგორ ახდენს ოცნება ზუსტად ის ბელორუსული და რუსული მეთოდები, რაც შენახსენე, გადმოტანას და ამ მეთოდით დემოკრატიის მოკლას და თუ რატო ახდენს ამას, მე კიდევ ერთხელ ახსენე, იმიტომ რომ ადამიანებს წაართვას არჩევნების უფლება, ხო? რუსეთში ხო არჩევნები არ ტარდება. რუსეთში რეალურად არჩევნები, მაგრამ იწერება ის ციფრები, რაც უნდა პუტინს და პუტინის რუსეთს და მე მახსენდება მაგალითად პოლიტკოვსკაია იყო ესეთი ჟურნალისტი რუსეთში, რომელიც რუსეთის რეჟიმს, ანუ პუტინის რეჟიმს ებრძოდა და გამოჰქონდა თავისი პუბლიკაციებით, წიგნებით ის სიმახინჯეები გარეთ, ასე ვთქვათ, რის გამოც მოკლეს კიდევაც ეს ადამიანი, ანუ საქართველოს ერთადერთი იმით განსხვავდება დღეს არსებული ვითარება, რომ აქ ჯერ არ კლავენ. ხო, ну, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ის ზალადობის ხარისხი და მასშტაბი, რაც ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა, რომ არ კლავენ, ეს არის შემთხვევითობა, იმიტომ რომ მაგათ ჩიხლაძე ახსენე და თავისუფლად შეიძლება და იქ დამდგარიყო ესეთი გურამ როგავა შემთხვევაში, ჟურნალისტებს თუ საუბრობთ, ჩვენი ოფისზე თავდასხმის შემთხვევაშიც და ასევე იმ და ჩვენ ოფის და ჟურნალისტებს რო თავი დავანებოთ, იმ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი, ასე ვთქვათ, დანაშაულები, რომლებსაც ჩადიოდნენ და არაერთი შემთხვევა. და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევებს ეს ეგრეთ წოდებული ტიტუშკები თუ გედედეს თანამშრომლები ვიდეოზე, ანუ ტელეფონით იღებდნენ. და ამის კადრები არსებობს და აუცილებლად, როცა და ეს მალე მოხდება ხელისუფლება და რეჟიმი შეიცვლება, ეს ადამიანები თავის გადარჩენის მიზნით ეს იქნება ტიტუშკა, მოძალადე, გედედეს თანამშრომელი, ბრძანების გამცემი მაღალი თანამდებობის და პოლიტიკური თანამდებობის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი თანამშრომლობის მიზნით ამას აუცილებლად გაასაჯაროებს. გაასაჯაროებს კი არა, გადასცემს იმ ადამიანებს, ვინც ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს და გამორიცხულია რო არ მოხდეს. ეხლა არ მინდა მე ვიცი ვინც არის, პირადად არ ვიცნობ, როცა ნოემბერ-დეკემბერში ჩვენი ჯგუფი აგროვებდა მასალებს, ვიცი ადამიანი, რომელსაც სახეში აფურთხებდნენ იმ ეგრეთ წოდებულ საწამებელ სამარშრუტო მარშრუტკაში, იმ ეგრეთ წოდებულ მინივენებში, რომელიც მოაწყვეს ადამიანების საწამებლად და უბრალოდ მისი ადამიანია მან ნაწამები და მისი ოჯახის და ადვოკატის თხოვნით, ადვოკატი ჩემეხმიანა და თვითონ უბრალოდ არ ვამბობ სახელს და გვარს და არ ვამბობ ამ ფაქტის შესახებ, იმიტომ რომ ისი გადასაწყვეტია, მაგრამ ის სამართლიანი გამოძიების პირობებში თანამშრომლობს დარწმუნებულად. ასევე ვიცით არაერთი ფაქტი თუ როგორ აშიშვლებდნენ და ნოემბერ-დეკემბერის ზამთარია, წყლით სველი მომიტინგეები, ნაცემები, დასისხლიანებულები და როგორ აშიშვლებდნენ ამ ადამიანებს და ასევე ვიცით ფაქტი თუ როგორ შეუგდეს ცხენმსადენი გაზის რამოდენიმე ეგრეთ წოდებული ბალონი მარშრუტკაში, მინივენში და მიუხურეს კარი, ხო? და რუსული ხელწერა ასევე ჩაგერთვები, რუსული ტერმინი უნდა გამოვიყენო სამწუხაროდ მარადიორობა, როგორ პარავდნენ პირად ნივთებს და ფეხსაც ბოტასებიც კი გახადეს ადამიანებს დაკავებულ, დაპატიმრებულ უკანონო ტყვეობაში მყოფ ადამიანებს. რატომ გავს კიდევ რუსეთის და ბალოტნაიას, ანუ 2012 წლის პერიპეტიებს ეს ნოემბერი, დეკემბერი და რატო არის ერთი ხელწერი. რუსეთშიც აქციიდან წასულ მომიტინგეებს სახლთან ხვდებოდნენ ეს ტიტუშკები. ანუ გაყვებოდნენ ხოლმე. მათ შორის რამოდენიმე ფაქტი დაფიქსირდა მეტროში მომიტინგეების სცენის. ერთ-ერთი ხო ალბათ გახსენდება, ხო? მეტროში ჩაყვებოდნენ და შემდეგ ახალგაზრდებს იქ ურტყამდნენ. ამით ეუბნებოდნენ, აი ერთ-ერთი დარწმუნებული ვარ, რომ ინსტრუქტორები აქ იყვნენ ჩამოსული, რომლებიც ასწავლიდნენ ამ ქმედებებს,
ამ რეჟიმის წარმომადგენლები მასწავლდნენ და მაქსიმუმ თავად გეგმავდნენ და შეიძლება ორგანიზებდნენ. ამას დამტკიცება ჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კოორდინაცია მინიმუმ ხდებოდა. იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად რას ნიშნავს, რომ სახლამდეც მოვალთ, ვიცით ვინც ხარ. და რეალურად ძალიან მარტივად ხდება. ეხლა 2012 წელს ამისთვის საჭირო იყო რომ გაყოლოდი ბოლომდე მეტროთი სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ასე შემდეგ. ახლა უბრალოდ ტექნოლოგიებით შეგიძლია ამის დადგენა ადამიანის საცხოვრებს სწრაფად მიხვიდე და ასე შემდეგ. და შემდეგ სახთან გაუსწორდე მარტო ხელში მოიგდო და ძალიან მნიშვნელოვანი და ვისაც არ ახერხებდნენ და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ ერთხელ გამიმეორდება და შემდეგ ბელარუსის მაგალითებზე და საერთო კავშირებზეც ვისაუბრებ. არის ის რომ დაიწყო ტოტალური ჩხრეკა. და დაიწყო ტოტალური ჩხრეკა, ანუ პოლიცია რასაც აკეთებდა გახსოვთ და შემდეგ აიწინაღებს და ქუდებს იღებს და ბალაიკებს ძალიან ასე ვთქვათ მობილიზებულად ადვოკატების ჯგუფი და თავისუფლების და რუსთაველის მეტროებში ჩავდექით ადვოკატები, რომ ეს ჩხრეკა რომლის უფლებაც არა აქვთ, იმიტომ რომ ჩხრეკას თავისი წინაპირობები აქვს, აგვეკვეთა და რაღაცნაირად დაგვეწყო. უფლებაზე საუბარი ცოტა ზედმეტი და სასაცილოც იქნება მაგთან მიმართებაში. მაგრამ მაგ უყურეთ ადამიანებს აშინებდნენ, ხო იცის რომ ადამიანი არის კეთილსინდისელი, პატრიოტული, მუშაობს და ასე შემდეგ. და იწყებენ მანქანის ჩხრეკას და მას რომ აირწინახს ეგრეთ წოდებულ იმ ქუდებს, რომელთაც ადამიანები სახეს იფარავდნენ, რომ მათი იდენტიფიცირება არ მოხდარიყო, თუ ესეც აღმოუჩენდნენ, მათ აკავებდნენ თითქოს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევით ან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის არ შესრულების მოტივაციით, რაც ერთ-ერთი შეგიძლია გადაამოწმო თუ არ იცნობ ყველა ანგარიშს შეხედო და ერთ-ერთი გავს. აი ზუსტად ამ უბრალოდ ის რეგულაციას ანუ ადმინისტრაციულ სამართალდამღოთა კოდექსში მუხლს და სხვა სახელი ქვია, მაგრამ ერთ-ერთი, აი ზუსტად ერთ-ერთი, ერთი და იგივე საკეთებდნენ და ბელარუსთან დაკავშირებით რაც ხაზგასმელია გვარი დამავიწყდა სიმართლე გითხრა, არა და ცოტა არა ბელარუსული გვარი აქვს. არასრულწლოვანია 15 წლის, რომელიც აქციაზე დააკავეს. ამის შემდეგ კანონში შეიტანეს ცვლილებები, რომ არასრულწლოვნების აქციაზე სიამოვნების და კანონის დარღვევას შობელს თხოვენ პასუხს. ანალოგიურია ზუსტად. კი. ანალოგიურია ზუსტად და ერთ ამ ახალგაზრდის, არა და ათეულობით ახალგაზრდა ბელარუსის შემთხვევაში, ამ ახალგაზრდის მშობელს მოუწია ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობის გატარება, ხოლო ამ ახალგაზრდის დედას, მამას ციხეში გატარება მოუწია, ხოლო დედას მისცეს გაფრთხილება და კიდევ თუ განმეორდებოდა მსგავსი ფაქტება, მშობლის უფლება ჩამოერთვოდა. ანუ ფაქტობრივად ასეთივე, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი ცვლილებები შეიტანა რუსეთმა თავის კანონმდებლობაში, როდესაც შეიჭრა უკრაინაში, უკრაინის მხარდამჭერი რაიმე თუნდაც სიტყვის თქმის შედეგად დაუკავებიათ კიდევაც, დაუკავებიათ არასრულწლოვანებიც თავად და მშობლებიც დაუშორებიათ ერთმანეთს და არაერთი სისასტიკე ჩაუდენიათ. ეგ უკვე აქციების მიღმა, უკვე ომის შემდეგ 22 წლის შემდეგ პერიოდია და 1000-ზე მეტი ადამიანია სხვათა შორის ამ ნაწილში სისხლით და ადმინისტრაციულით დაპატიმრებული 2022 წლის შემდეგ რუსეთში. უბრალოდ მე ხა უშუალო აქციებზე ნაწილში ვაკეთებ და მოკლე პოლიტიკურ შეფასებასაც გავაკეთებ და ალბათ შევაჯერე. ერთი წუთი სანამ გააკეთებ, ესე იგი მე აქ ხშირად ვიხედები, რადგან იმ შემთხვევაში თუ კი ვინც გვიყურებთ, რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ან კონკრეტული რამის გაჟღერება მოგინდებათ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და უბრალოდ ამ კომენტარებს ვუყურებთ. თუ არა და რუსთაველზე ან მელიქიშვილზე თუ კიდევ არის აქცია, შევერთდეთ აქციას, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ ბევრი და კიდევ უფრო გაცხელდეს ეს პროცესი. და ეხლა დღეს ამ გადაცემისთვისაც თუ ამ ასე ვთქვათ ლაივისთვის როცა ვემზადებოდით რაღაც ანგარიშები რომელიც მე თავის დროზე წაკითხული მაგ ნაწილი გუშინ დღეს წავიკითხე დავიწყებული ვიყო და გულწრფელად რო გითხრა როცა ვკითხულობდი განსაკუთრებით გავრილოვის ღამის შემდეგ და ესე ერთ-ერთი თუ დაემსგავსებოდნენ აღარ მახსოვდა ის რაც რუსეთში ხდებოდა ბელარუსში და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აი პარტიამ ჩვენი პარტიის წევრებმა აქტივისტებმა ამ ნაწილში გააკეთონ საერთო ასე ვთქვათ ქარდები თუ საინფორმაციო რაღაც დოკუმენტაცია და მასალა შექმნა როგორ ერთ-ერთი გავს ის რასაც რუსეთის ხელისუფლება და პუტინის რეჟიმი და ბელარუსში მის ლუკაშენკოს რეჟიმი აკეთებს იმიტომ რომ დარბევის ნაწილშიც კი ის ეგრეთ წოდებული მორბენალი ჯგუფები რაც თქვი მნიშვნელოვანია იქაც რომ
არა იმ ქუჩებიდან კი არ ჩამორბოდნენ, რომლიდანაც მაგალითად დანიშნულების რაზმი ანუ ჩვენ რობოკოპებს უწევდით. ისინი მოდიდნენ, არა, მიმდებარე ქუჩებიდან ჩამორბოდნენ და იტაცებდნენ ადამიანებს. აქაც ერთ-ერთი ანუ ის სპეცოპერაცია, რაც საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ დაიგეგმა 28 ნოემბრიდან ირაკლი კობახიძემ რაც დაგეგმა, ეს ხელწერა ერთ-ერთი გადმოტანილი აქვს რუსეთიდან და ამის თვალსაჩინო მტკიცებულება თან ეს გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი ჩვენ თუ გავიხსენებთ წინა საარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას რომ აი ცოტას გაგვიწევენ წინააღმდეგობას გაგვიძალიანდებიან მაგრამ დაიღლებიან და მალე მორჩებავ ეს სცენარი უკვე იმ პერიოდიდან იყო დაგეგმილი და დაორგანიზებული და მათ შორის რუსული კანონის მიღების მეორე მიღების როცა ჰქონდა 24 წელს გაზაფხულზე მაშინ მიხვდნენ მაშინ ძალიან სერიოზული ზიანი მიიღეს. იმიტომ წინააღმდეგობა იყო ძალიან აქტიური და ეს აქტიური წინააღმდეგობა როგორმე უნდა გაენეიტრალებიათ და ნოემბერ-დეკემბერში ამის ცდილობას ხედავთ. საბოლოო ჯამში ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ აქ მართლა არ არის საზოგადოება ისე ჩაკეტილი როგორც ბელარუსში ან რუსეთში და წინააღმდეგობა კერები კიდევ არსებობს. უბრალოდ რაც მნიშვნელოვანია საზოგადოება უნდა იცოდეს გამოსავალი და პოლიტიკური შეფასება. აი აქ მინდოდა წახსულიყავ კი თქვი შენ და მე ხო, გამოსავალი და პოლიტიკური შეფასება. გამოსავალი ამის არის ის, რომ აი ეს უნდა შევისწავლოთ კარგად და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ჯგუფი რუსეთის, ბელარუსის მაგალითებს სწავლობს და უნდა ვიცოდეთ მშვიდობიანი წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეები, ის ადამიანები ათეულობით, რომელსაც მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და ამაზე პასუხი არავინ ააგო. ამიტომ მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვნობა, პირველ რიგში პრევენცია რაც არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს, რომ ხელისუფლებამ, ამ ხელისუფლებად წოდებულმა რეჟიმმა ვერ შეძლოს ამ ადამიანებს დაუპირისპირდეს. ეს ერთი, მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ იყოს კონკრეტული სტრატეგია, ანუ პოლიტიკური ნაბიჯების თანმიმდევრულობა და პოლიტიკური ნაბიჯების თანმიმდევრულობაში გულისხმობ იმას, რომ ზუსტად იცოდეს მიტინგი იქნება მრავალრიცხოვანი თუ მცირერიცხოვანი შეკრებილმა ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ ამ მიტინგის ამოცანა რა არის. ამოცანიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს მიტინგის შედეგების, ასე ვთქვათ, და ის თუ მიიღწა თუ არა შედეგი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური შეფასების ნაწილში არის აუცილებელი, რომ ჩვენ საზოგადოებას შევპირდეთ და ამაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ყველა ის მოძალადე, რომელმაც იძალა მოქალაქეებზე ჩაიდინა არაადამიანური ასე ვთქვათ, მოქცევა, ის წამება, რაც მოხდა მიტინგების მიმართ, ეს ფაქტები უნდა მოხდეს მისი გამოძიება და სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური შეფასება უნდა მოხდეს, ვინაიდან სხვა ხელისუფლებებს არასდროს არ გაუჩნდეს განცდა, რომ ამ რუსული და ბელარუსული მეთოდებით ადამიანებს ფიზიკურად გაუწევდება და აწამს. ეს არის მნიშვნელოვანი და ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეგვიძლია ჩვენ გადავიდეთ და ვისაუბროთ, რომ გვინდა თანამედროვე სახელმწიფოს აშენება. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია მოძალადე ხელისუფლებები, მოძალადე რეჟიმები თანამედროვე სახელმწიფოებს ვერ აშენებენ. კი ბატონო, და აი პოლიტიკურ სამართლებრივ გამოსავალზეც მინდა ვისაუბრო, რა თქმა უნდა, მთავარი გამოსავალი არის ის, რომ ხალხის წინააღმდეგობით ერთობით ეს მორყეული, ასე ვთქვათ, უკვე რეჟიმი ჩამოიშალოს და დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები, რომლის ფარგლებშიც მთლიანად მოხდება უკვე რეჟიმის ცვლილება და ჩანაცვლება ის პროდასავლური მმართველობით და ძალების მმართველობით, ხო? მაგრამ რა იქნება ის მოქმედებები და გვიფიქრია თუ არა ამაზე? რა თქმა უნდა, გვიფიქრია და მე და შენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილს შეისწავლის სწორედ ის კომისია, რომელიც რეალურად შეიქმნება ლეგიტიმურ პარლამენტში და რეალურად შეისწავლის ამ ქართული ოცნების კავშირებს რუსულ სპეცსამსახურებთან და იმას თუ რას უპირებდნენ, რა რეალურ სახელმწიფო კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინეს ამათმა ქვეყანაში და შესწავლილი იქნება თითოეული ეს ფაქტი, რაც შეეხება სამართლებრივ გამოსავალს, აუცილებლად შეიქმნება დროებითი სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც თითოეულ кейსს, მით უმეტეს, რომ არაერთი შემთხვევა პირადად ჩვენს ხელში არის გავლილი და მე პირადად დავხმარები ვარ, ჩავთულ ვარ არაერთი ადამიანის შემთხვევაში, ხო? თითოეული ესეთი შემთხვევა იქნება გამოძიებული და ყველა პირი, ვინც არის ჩართული, აქედანვე უნდა იცოდნენ და მე ყოველთვის ჩემ გამოსვლებში ამ თვეების განმავლობაში მუდამ ვამბობ, ხო? ვიდეოები იქნება ეს თუ პირადი საუბრები, ყოველთვის ყველა იქნება
ანუ გამოძიებული რეალური გამოძიების ფარგლებში და რატომ უნდა მოხდეს ეს ისევ პოლიტიკურ კონტექსტზე გადავდივარ, იმიტომ რომ საქართველოში არასდროს არ მომხდარა წინა რეჟიმის ხელისუფლების დანაშაულებებში მონაწილე პირების რეალური დასჯა და რეალური გასამართლება სამართლიანი სასამართლოს პირობებში და ეს მოხდება იმიტომ რომ სხვა დროს არც ერთმა აქტორმა არ გაბედოს არც არჩევნების გაყალბება, არც კონსტიტუციური და დემოკრატიული ინსტიტუციების მიტაცება და დაზიანება შესაბამისად და ადამიანის უფლებების დაკარგვა. ეხლა ჩემთვის ეს ჩემი პროფესიულია და მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს ამაზე მიწყვნილი, ანუ ადამიანის უფლება არის ჩემი ფილოსოფია. ანუ ადამიანის უფლებებით იწყება ჩემთვის და მთავრდება რაღაცეები, ხო? და ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებები უბრალოდ აღარ არსებობს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო თენგო მე რომ შევედი პირველად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების აქციებთან დაკავშირებული პირების სასამართლო პროცესებზე და დავინახე ის, რაც დავინახე, ეს იყო წარმოუდგენელი. მოკლედ ახლა რო აღარ დაუბრუნდე უშუალოდ кейსებს და შევაჯამოთ, შეჯამებისკენ რო წავიდეთ, პოლიტიკურიც და სამართლებრივი პასუხისგებლობაც აუცილებლად დადგება. ამისი გეგმაც გვაქვს, ამისი ხედვაც გვაქვს და კონკრეტული ნაბიჯებიც ვიცით ეს როგორ მოხდება. აქ მთავარია, რომ გავაანალიზოთ, ჯერ კიდევ სანამ პროცესში ვართ, გავაანალიზოთ თუ რა ხდება ჩვენს თავს რეალურად, ჩვენი ქვეყნის თავს, რატომ არის ის კომისია, ღალატის კომისია, რომელიც წურუგიანმა შექმნა, რას აკეთებს, რატო აკეთებს რუსული ხელწერით და მე მგონი ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ ამ ლაივის ფარგლებში. და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მალე დასრულდეს ეს ყველაფერი და დავუბრუნდეთ განვითარების გზას, ხო? ორი წინადადებით მეც ვიტყვი, ჩემთვის ეს ფორმატი ახალია, გულწრფელი ვიქნები, მაგრამ საინტერესო თავარი რაც არის, უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ და მიმედია მომავალში და სხვა შესაძლებლობებიც იქნება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განმეორდები და ეს არის მნიშვნელოვანი თბილისის ეს ასე ვთქვათ რეჟიმმა რომელიც ზამთარი რომელიც მოგვიწყო ნოემბერ-დეკემბერში პლუს 2012 წლის რუსეთის მილიონიანი მარშების დარბევა და 2018-19 წლის ბელარუსში განხორციელებული აქციები და მისი დარბევა უნდა იქნას შესწავლილი ექსპერტულ დონეზე ერთიან ჭრილში და უნდა გაკეთდეს საერთო ნიშნების საერთო ასე ვთქვათ მახასიათებლების შედარება, ვინაიდან სამივე მათგანი სამივე რეჟიმის პირობებში ატარებს არაადამიანური მოპყრობისა და წამების ნიშნებს მათ შორის და ეს მას უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება სამართლებრივ შეფასებასთან ერთად და თუ სადროდესმე და სადმე პარტია აკრძალულა იმიტომ რომ მას ჩამოუყალიბებია და ჩვენს კონსტიტუციაში წერია და შესაბამის პოლიტიკური პარტიების შესახებ გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონშიც რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება თუ ის ჩამოაყალიბებს შეარაღებულ ფორმირებებს და ის თითუშკების ჯგუფები რომელიც ჩამოყალიბებული ჰქონდა ქართულ ოცნებას და თავს ესხმოდნენ სწორედ ესეთი შეარაღებული ჯგუფებია და გარდამისა კონსტიტუციის წინააღმდეგ. დიახ, და ამიტომ ბევრი საფუძველია იმისთვის რომ რეჟიმს ამისთვის პასუხი მოეთხოვოს და აუცილებლად მოეთხოვოს. იმედია იყო საინტერესო, მადლობა შენ ამ ინიციატივისთვის და დაპატიჟებისთვის ამ ფორმატში. იმედი მაქვს ასევე რომ ეს ბოლო ზამთარია, რომელიც რეჟიმმა ძალადობრივი თუ სხვა სახის, რომელიც რეჟიმმა საერთოდ მოგვიწყო და შემდეგ ზამთარს რეჟიმის გარეშე შევხვდები და ამის მე ძალიან მჯერა. მადლობა შენ და მადლობა ვინც ვიყურებ და იმათ. მადლობა თენგო შენს, იმედი მაქვს რომ ამ ფორმატით გავაგრძელებთ ჩვენ და უკვე კონკრეტულ кейსებს და კონკრეტულ შემთხვევების უფრო სიღრმისეულ ანალიზში ჩავალთ, არა მარტო სამართლებრივი, არამედ რაც პოლიტიკური შეფასების ნაწილში. ასევე იმედი მაქვს რომ საინტერესო იყო ეს დღევანდელი ჩვენი ჩართვა და დაგემშვიდობებით დავასრულოთ ეს ლაივი, მით უმეტეს რომ აქციაზე ვართ გასასვლელი და იქ მოქალაქეების გვერდი დასადგომი ერთი და მეორე თუ კი დახმარებაა საჭირო რომ ვიყოთ მზად.